როგორ ფიქრობ, თუ დღეს პროდუქტებს საძიებო სისტემებში ვეძებთ? სად მოვძებნით მათ 2031 წელს? ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ინტერნეტში რაღაცის მოძებნის მთავარი გზა თითქმის უცვლელი იყო. წერდი შეკითხვას, იღებდი ლინკებს და არჩევდი პასუხს. ახლა კი ნელ-ნელა პირველად დგება პერიოდი, როცა ეს ჩვევა სერიოზულად იცვლება. AI სისტემები ცდილობენ თავად მოიძიონ, შეადარონ და შეაჯამონ ინფორმაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლის როლიც ნელ-ნელა იცვლება. აქამდე თავად გივიწევდა ათობით შედეგის გახსნა, მეომხილვების წაკითხვა და ფასების შედარება, მაგრამ ახლა სულ უფრო ხშირად ვიღებთ უკვე დამუშავებულ პასუხს. ამის პირველი ნიშნები უკვე კარგად ჩანს. უფრო კონკრეტული მაგალითით რომ ავხსნათ, თუ რამდენიმე წლის წინ ახალი ტელეფონის, კამერის ან ლეპტოპის შერჩევა გინდოდა, სავარაუდოდ Google-ში წერდი best laptop for travel ან რამე მსგავსი. და შემდეგ ხსნიდი სტატიებს, უყურებდი YouTube ვიდეოებს, კითხულობდი Reddit-ის კომენტარებს და საბოლოოდ აყალიბებდი საკუთარ აზრს. დღეს კი სულ უფრო მეტი ადამიანი პირდაპირ ეკითხება ხელოვნურ ინტელექტს, რომ ჭირდება მსუბუქი ლეპტოპი, ხშირად მოგზაურობ, ელემენტი მთელი დღე უნდა მიძლებდეს და ბიუჯეტი არის $1000 მაგალითად. შეიძლება ეს ერთი შეხედვით პატარა განსხვავებაა, მაგრამ რეალურად ძიების სრულიად განსხვავებული ფორმაა. დავუკვირდით. ამ შემთხვევაში მომხმარებელი ინფორმაციას კი არ ეძებს, ის პრობლემას აღწერს. სისტემა კი ცდილობს უკვე მზა რეკომენდაცია დაუბრუნოს. ჩემი აზრით ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ დღეს ადამიანებს უფრო ნაკლები მოთმინება აქვთ, ვიდრე 10 ან 15 წლის წინ. როდესაც რაღაცის ყიდვა გსურს, იშვიათად გვინდა რამდენიმე საათის დახარჯვა სტატიების მიმოხილვების და შედარებების კითხვაში. ჩვენ გვჭირდება სწრაფი პასუხი, რომელიც კონკრეტულ სიტუაციას შეესაბამება. სწორედ ამიტომ, მომდევნო 5 წელიწადში პროდუქტების ძიება სავარაუდოდ უფრო მეტად კონსულტაციას დაემსგავსება, ვიდრე უშუალოდ ძებნას. მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ 2021 წელს პროდუქტების ძიება შესაძლოა საერთოდ აღარ იწყებოდეს ძიებით. დღეს ჩვენი ქცევა კვლავ სწორხაზოვანია. ჯერ გვიჩნდება მოთხოვნა, შემდეგ ხსნით საძიებო ველს, წერთ საკვანძო სიტყვას და მხოლოდ ამის მერე ვიღებთ გადაწყვეტილებას. მომავალში ეს მოდელი შეიძლება სრულიად ამოყირავდეს. პროცესი შეიძლება პირიქით განვითარდეს და ტრადიციული ძიება პროგნოზირებადმა მონაცემებმა ჩაანაცვლოს. წარმოიდგინეთ, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად გეგმავთ მოგზაურობას. კალენდარში ნიშნავთ თარიღებს, YouTube-ზე კემპინგის ვიდეოებს უყურებთ და რუკაზე სალაშქრო მარშრუტებს არჩევთ. ასეთ შემთხვევაში სისტემა მომხმარებლის ქცევის ანალიზის წყალობით თავად მიხვდება, რომ უახლოეს პერიოდში კონკრეტული აღჭურვილობა, წყალგამტარი ზურგჩანთა ან სალაშქრო ფეხსაცმელი დაგჭირდებათ და ზუსტად თქვენზე მორგებულ პროდუქტებს იმაზე არ შემოგთავაზებთ, სანამ თავად საერთოდ გაიფიქრებთ ძიების დაწყებას. სხვათა შორის ამის მაგალითები ჩვენს ყოველდღიურობაში უკვე წლები არსებობს. დღეს Netflix-ი წინასწარ გირჩევთ ფილმებს, Spotify მუსიკას, TikTok-ი კი იმ ვიდეოებს, რომლებიც შესაძლოა საერთოდ არ გქონდეთ ნანახი. ბოლო წლებში ამ სარეკომენდაციო მოდელებმა სოციალურ მედიაში უკვე პრაქტიკულად დაამტკიცა, რომ ალგორითმს ადამიანის ფარული სურვილების გამოცნობა ხშირად იმაზე უკეთ შეუძლია, ვიდრე ამას თავად მომხმარებელი მიზანმიმართული ძიებისას აკეთებს. ტექნოლოგიური გიგანტების, მათ შორის Google-ის მთავარი მიზანიც მომდევნო 5 წლისთვის ეს არის, რომ ეს უკვე გამოცდილი უზუსტესი მოდელი ციფრული კონტენტიდან პირდაპირ ელექტრონულ კომერციაში გადმოიტანონ და შოპინგი სრულიად პასიური, უხილავი და წინასწარ განჭვრეტადი პროცესი გახადონ. ერთი მიმართულება, სადაც ესრულება განსაკუთრების სწრაფად ვლინდება, არის ხმოვანი ძიების ახალი ერა. აქამდე ხმოვან ასისტენტებს, Google Assistant-ს ან Alexa-ს, მე Alexa მქონა მაგალითად, საკმაოდ დიდხანს რამოდენიმე წელი სახლში. და ამ ასისტენტებს ძირითადად მარტივი მექანიკური ბრძანებებისთვის ვიყენებდით, რადგან ისინი მხოლოდ კონკრეტულ სიტყვებს იჭერდნენ და არა კონტექსტს. მაგალითად, შუქის ანთება ძალიან კარგად გამოსდიოდა Alexa-ს. შუქის ჩაქროვა, ფერის შეცვლა, მუსიკის ჩართვა და მსგავსი რაღაცეები. საძიებო სისტემებში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციამ კი ეს პროცესი ფუნდამენტურად შეცვალა. ახლა ალგორითმს ესმის არაუბრალოდ ცალკეული სიტყვა, არამედ მთლიანი საძიებო განზრახვა. სისტემას ახსოვს წინა შეკითხვა, ანალიზებს კონტექსტს და პასუხს ისე აყალიბებს. და ეს გავს იმას, თითქოს ესაუბრებოდა რეალურ ექსპერტს. ამ ყველაფრის ფონზე მთავარი კითხვა არის ის, თუ რამდენად მზად არიან თავად ბრენდები და მწარმოებლები ამ ახალი რეალობისთვის. დღეს კომპანიების აბსოლუტური უმრავლესობა კვლავ ტრადიციული ათწლეულების წინ ჩამოყალიბებული მარკეტინგული ლოგიკით მუშაობს. ჩაუშვათ ჩვეულებრივი რეკლამა, შევქმნათ მიმზიდველი ვებგვერდი და გავწეროთ სტანდარტული პროდუქტის აღწერა. მაგრამ თუ მომხმარებელი სულ უფრო ხშირად ხელოვნურ ინტელექტს ეკითხება მზა რეკომენდაციას და სულ უფრო იშვიათად ხსნის ბრაუზერში ათეულობით სხვა ჩანართს, ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ბრენდის ციფრული ხილვადობის სტრატეგიაც ძირფესვიანად უნდა შეიცვალოს. თუ თქვენი ვებსაიტი არ არის ოპტიმიზირებული იმისთვის, რომ საძიებო ხელოვნურმა ინტელექტმა მასში არსებული მონაცემები მარტივად წაიკითხოს და დაამუშავოს, თქვენი ბრენდი ამ ახალ სისტემაში უბრალოდ არ იარსებებს.
გამომდინარე იქიდან, რომ მომხმარებელთან პირდაპირ კონტაქტის წერტილი ვებსაიტის ნაცვლად, ალგორითმის მიერ გენერირებული ერთი კონკრეტული პასუხი ხდება. ჩვენ Phoenix SEO-ში ყოველდღე ვუყურებთ, როგორ გადადის ძიების ინდუსტრია კრიტიკულ ეტაპზე ტრადიციული ოპტიმიზაციიდან, ეგრეთ წოდებული პასუხების answers engines სისტემის ოპტიმიზაციაზე. ეს ნიშნავს, რომ მომავალში კომპანიების თავარი ბრძოლა წარიმართება არა Google-ის პირველ გვერდზე, ათეულში მოხვედრისთვის ან სამეულში, არამედ იმ ერთადერთი საბოლოო AI რეკომენდაციის მოსაპოვებლად, რომელსაც სისტემა მომხმარებელს ხმოვანი ტექსტური ან რაიმე ფორმით გამოუტანს ეკრანზე. ცხადია, ალგორითმი ამ შემთხვევაში კვლავაც ინტერნეტში არსებული საიტების ავტორიტეტს, მონაცემთა სტრუქტურას და ბრენდის სანდობას დაეყრდნობა, თუმცა ფილტრი ბევრად უფრო მკაცრი გახდება. აქვე გეტყვით, რომ Phoenix SEO-ში ამ მომავლისთვის მზადება ჩვენ დავიწყებთ ძალიან დიდი ხნის წინ. მას შემდეგაც ChatGPT ინტერნეტში აერთეს. ჩვენ სერვისებს უკვე დიდი ხანია დავამატეთ AEO, Answers Engine Optimization, ან AI SEO, როგორც გინდათ ისე შეგიძლიათ რა უწოდოთ, და ეს გულისხმობს ვებსაიტის ისეთ ტექნიკურ და შინაარსობრივ გამართვას, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა და ხმოვანმა ასისტენტებმა თქვენი პროდუქტები მარტივად წაიკითხონ, დაამუშავონ და მომხმარებელს პირველ რიგში სწორედ თქვენი კომპანია ურჩიონ, თქვენი ბრენდი. ჩვენ მუშაობთ მონაცემთა სტრუქტურირებაზე, კონტენტის გადაწყობასა და ბრენდის ციფრული ავტორიტეტის გაზრდაზე. ყველაფერი იმაზე, რაც ციფრულ სივრცეში ხილვადობის შესანარჩუნებლად და გასაზრდელად არის აუცილებელი. თუმცა, აქ მნიშვნელოვანია ერთი კრიტიკული კუთხიდან შევხედოთ ამ მთელ სურათს. როდესაც პროდუქტის შერჩევის პროცესი ადამიანის ხელიდან მთლიანად ალგორითმის ხელში გადადის, ბუნებრივად ჩნდება კითხვა, ვინ წყვეტს რომელი ბრენდი მოხვდება იმ ერთადერთ პასუხში. დღეს Google-ის საძიებო გვერდზე ათეულობით სხვადასხვა ვარიანტია, სადაც მომხმარებელი თავად ატარებს, ფიქრობს და ირჩევს. ხვალ კი სისტემა ერთ კონკრეტულ პროდუქტს შემოგთავაზებთ. დანარჩენი კი უბრალოდ გაქრება. ეს ნიშნავს, რომ კონკურენცია, რომელიც დღეს მაინც გამჭვირვალე და ხილულია, ხვალ შეიძლება რომ სრულად უხილავი გახდეს. ანუ მეხუთე ადგილზე ვინ არის, არ გეცოდინება. ამ მოცემულობაში კი ვინც დღესვე არ დაიწყებს საიტის ოპტიმიზაციას, საომავლოდ ბაზარიდან მისი სრული იზოლაციის რისკი გაჩნდება. აქედან გამომდინარეობს მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი კითხვა. რამდენად ობიექტურია თავად ეს სისტემა? ტრადიციული საძიებო სისტემები წლების განმავლობაში გვასწავლიდნენ, რომ ორგანული შედეგი ნეიტრალურია, ხოლო სარეკლამო შედეგი არის ფასიანი და მონიშნულია, რომ ეს არის რეკლამა. ხელოვნურ ინტელექტს ეპოქაში კი ეს ზღვარი სულ უფრო ბუნდოვანი ხდება. როდესაც ალგორითმი მხოლოდ ერთ პასუხს გიბრუნებს, მომხმარებლისთვის რთული დასადგენია ეს სუფთა ორგანული რეკომენდაცია თუ კომერციულად მოტივირებული ფარული სპონსორობა. სწორედ ეს გაუმჭვირვალობა შეიძლება აღმოჩნდეს ამ მთელი ტრანსფორმაციის ყველაზე დიდი გამოწვევა, სადაც ბიზნესებსაც და ექსპერტებსაც თამაში სრულიად ახალ წესებთან მოგვიწევ შეგუება. თუმცა, ამ ახალ წესებში არის ერთი ფაქტორი, რომელიც ჩემი აზრით ყველაფერს განსაზღვრავს. ეს არის ნდობა. საბოლოო ჯამში ვფიქრობ, მომხმარებელი მხოლოდ მაშინ გადააბარებს შოპინგისა და არჩევანის გაკეთების პროცესს თლიანად ხელოვნურ ინტელექტს, როდესაც ის აბსოლუტურად დარწმუნებული იქნება, რომ სისტემა პირადად მის ინტერესებს ემსახურება. სწორედ ამიტომ, მომდევნო 5 წელი ტექნოლოგიური გიგანტებისთვის იქნება არა მხოლოდ ალგორითმების ტექნიკური გაუმჯობესების, არამედ მომხმარებლის ამ კრიტიკული ნდობის მოპოვების ეპოქაც. და რა თქმა უნდა, ვინც ამას პირველი მოახერხებს და დაამტკიცებს, რომ მისი რეკომენდაცია ყველაზე ობიექტურია და ასევე სწრაფიც, ის მოიპოვებს სრულ გავლენას მომავლის ძიებაზეც, შოპინგზეც და ადამიანების ყოველდღიურ გადაწყვეტილებებზეც. თქვენ ას ფიქრობთ? დაგვიწერეთ კომენტარებში, რამდენად მარტივად ანდობთ მომავალში AI ასისტენტს თქვენს არჩევანს ან ბიუჯეტს. და აქვე თუ გსურთ, რომ თქვენი ვებსაიტი ამ ეპოქალურ ცვლილებებს სრულიად მომზადებული შეხვდეს, დაგვიტოვეთ თქვენი ბიზნეს ლინკი კომენტარებში, გამოიწერეთ არხი და ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ, რომ ახალ AI რეალობას, რომელიც არც ისე შორის პერსპექტივითაა, და ხი მარტივად აუწყოთ.